ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები, არამედ ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური კუთხით სტრატეგიულად პარტნიორობთ ერთმანეთთან. გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს ერთმანეთთან, ასევე სამხრივი ფორმატიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. და ხაზს გავუსვით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც გვაქვს მაღალი დონე ურთიერთობების არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორხრივად დადასტურებული ინტერესი მასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტად სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორხრივი ურთიერთობები. და ასევე მინდა ალან ბერსეზე გკითხოთ, მანამდე იყო შეხვედრა ალან ბერსესთან, გამომდინარე რა ვითარებაც არის საბჭოსთან დაკავშირებით, რა იყო ამ შეხვედრის, ასე ვთქვათ, შედეგი? რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად უნდა ითქვას ის, რომ ყველა ფორმატს ვიყენებთ ძალიან აქტიურად იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. გვაქვს სირთულეები, ძირითადად ორი მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, ერთი ეს არის სპასე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არცემს პატივის სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ინტერესი, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. კონკრეტულად რაც შეეხება ევროსაბჭოს გემდივანს, მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ გადავხედე მას მადლობა მისი ინტერესისთვის, მისი ვიზიტისთვის, რომელიც შედგა საქართველოში გასული წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ის, რომ მზად ვართ დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფორუმს ორი დღის განმავლობაში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა და ასევე პანელ დისკუსიებშიც მიიღეთ მონაწილეობა. რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გზავნილი და რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ფორუმი? რა თქმა უნდა, ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო ჩვენს თურქ მეგობრებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. სხვადასხვა კუთხით იყო ეს ფორმატი მნიშვნელოვანი. ერთი რომ რა თქმა უნდა მივიღეთ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა. ასევე მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და რა თქმა უნდა ყველგან საუბრობდით იმ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან. ასევე შუალედებში ჰქონდა კონკრეტულ ლიდერებთან აზრების გაცვლის საშუალება. მთლიანობაში ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები გაგვეზიარებინა. რა თქმა უნდა, ყველას უყვებით იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რა მდგომარეობა არის საქართველოს გარშემო, როგორია ჩვენი გამოწვევები და როგორ ხედავთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მივიტანეთ ჩვენს პარტნიორებთან. რამდენიმე პოლიტიკურ საკითხზე ისე ფორუმთან დაკავშირებით ბატონები, დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა ჯეფრი საქსთან, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის პოზიციაც ასეთია, რომ შეცდომა ის, როდესაც საქართველოს და შიდა საქმეებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან უხეშად ერევიან. რა შეგვიძლია ამაზე ვთქვა და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ადამიანი ამ საკითხს უსვამს ხაზს? ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის თან დამოუკიდებელი. დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე მას აქვს ობიექტური შეფასება. და ის რა თქმა უნდა პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოუკიდებლობაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. და ეს არის ზუსტად ჩვენი გზავნილებიც, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას. ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები, ეს არის პირველ რიგში ქართული ხალხის ინტერესები და ქართული ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. რამდენიმე აქტივისტი, რომელიც მივიდა თეატრულიანის სახლთან და იქ გადაწყვიტეს აქციის გამართვა, როგორ შეაფასებდით, რა ფორმას იღებს ეს პროტესტი საქართველოში? ეს ერთი რომ არის ლიბერალური ფაშიზმის ორგი გამოვლინება და მეორე ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულად სასოწარკვეთილი. სხვანაირად ასეთი თან არაეფექტური, თან აბსოლუტურად ფაშისტური ქმედებების განხორციელება, რა თქმა უნდა, არ აიხსნება. რა თქმა უნდა,
ასეთი ქმედებები არის განწირული წარუმატებლობისთვის. გაგრძელდება ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიის გამტკიცებასთან. მათ შორის, როდესაც საუბრობთ ჩვენ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაც არის ერთ-ერთი უნიშნულოვანი პროცესი, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოში დემოკრატიული სისტემა. თქვენ იცით, რომ აქ თეა წულუკიანის როლი არის საკვანძო, ის არის კომისიის თავმჯდომარე, ის არის ძალიან კარგი თავმჯდომარე ამ კომისიის, ძალიან სწორად მიყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. ოპოზიცია არის სასწარგვეთილი, მათი მეთოდები არის ფაშისტური და ამ ყველაფრის გამოვლინება იყო ის, რაც გვეშინ ვიხილეთ. ერთ მცირე ჩაკითხვა ამავე თემაზე. თვითონ თავად განცხადებაც, რაც ქალბატონეთიან განცხადა გიორგი ანწუხელაძესთან დაკავშირებით, ამ განცხადება მედიაში დაბადა ბევრი კითხვა და გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება. თქვენ როგორ მიიღეთ ეს განცხადება ბატონო? რეალურად ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. რაც მე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც საუბრობს თეა წულუკიანი იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შეასრულებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე. ხო, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე. რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი აქვს და ცხადია ყველაფერი. მეგი, შემდეგ შეკითხვა და მე გადმოვარჩენ. თინა ხიდაშვილთან და ირაკლი კუპრაძესთან დაკავშირებით, რომლებიც აღიარებენ, რომ ოპოზიცია მუშაობს სანქციებისთვის, მათ შორის ბიზნესმენებზე არის საუბარი, ეს რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ? ეს არის ძალიან მარტივად რომ შევაფასოთ, უბრალოდ მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ, სხვანაირი ახსნა ამას არ აქვს. თქვენ გახსოვთ, რომ იცით, რომ დაახლოებით 1 საუკუნის წინ ეთნიკურად ქართველები ზუსტად ასევე უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეთნიკურად ქართველების ხელით მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელყოფა. ახლა ეს ადამიანები აგრძელებენ ზუსტად ამ საქმეს, სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ისინი არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდები ძალიან გავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, რაც დამახასიათებელი იყო ბოლშევიკებისთვის, იყო გაკულაკება. და ეს იყო ერთგვარი სანქციების, ასე ვთქვათ, ძველი ფორმა, უბრალოდ სანქციები არის გაკულაკების ერთგვარი მოდერნიზებული ფორმა. ესეც ზუსტად იგივე ხელწერაა, რაც აკეთებდნენ თავის დროს ბოლშევიკები, მერე აკეთებდნენ ფაშისტები, ზუსტად ამას აკეთებენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მეთოდები არის იგივე და დამოკიდებულება არის იგივე. ისინი არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ოპოზიციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მინდა გითხოთ ბატონო, იმიტომ რომ ვიცით, რომ ამ დრომდე მათი მხრიდან კაფე განცხადება არ არის გაკეთებული მონაწილეობა არ მონაწილეობის თაობაზე და გარკვეულწილად ის საკითხი მათ შორის უთანხმოების მიზეზადაც იქცა, იმიტომ რომ ისინი, ვინც თქვა ამ დრომდე რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, აკრიტიკებენ სხვებს, ვინც ამ დრომდე კაფე განცხადებებს არ აკეთებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ მიმართულებით? არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საუბილო გამარჯვება კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო. ბატონო რიგი, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მივეკითხოთ, გუშინ განიხილეს ამფრესიძეების ოჯახის უმძიმესი ისტორია და ასევე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მსხვერპლის ბუტა ლობაქიძის მკვლელობის ისტორია. ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სამართლების შექმნა? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალიან. ზოგადად ადამიანებს ასე თუ ისე ყველაფერი გავიწყდება ემოციურ დონეზე მაინც, ხო? ყველას გარკვეულ წილად ემოციურ დონეზე მაინც დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რაც ჩადენილი იქნა წინარეშემის მიერ. ამიტომ რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. და ეს არის არა მარტო იმისათვის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს. ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახმევენ ასეთი პოლიტიკური ძალის
დაბრუნებას, ხო? ეს მცდელობა არის მთელი ამ წლების განმავლობაში. საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს. რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები, ეგრეთ წოდებული deep state-ი, ევროპული ბიუროკრატიის ხელით, რატომ ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოირჩეოდა თავის როლზე ადამიანების დახვრეტით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფერზე, იმისათვის რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს საკუთარი მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანი ეს პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. ევროპის საბჭოს და რეზოლუციაზე მე დაკითხავდა უთაოდირის დასკვნებზე წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან დავაში დაამარცხა და ესეც რომ შეუძლია. საკმაოდ სკანდალური მოთხოვნები ქონდა მას მითვისება, თანხის ძალადობა, ფიზიკური პატენტის მითვისება და სასამართლო თქვა რომ არგუმენტები არ იყო და იყო ბრალდება ფალსიფიცირება. ნუ ყველა მიცის რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა უფაშვილის და ასეთი პირების პრინციპები. ხო, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი სადაო სინამდვილეში არაფერი იყო, ბუნებრივია, სიმართლემ გაიმარჯვა ამ საქმეშიც ისევე როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე. და ბატონი ჩვენ გუშინდა შევეხეთ ასეს მიღებული რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები საქართველოში და გვინდა გკითხოთ როგორ მოდის ეს ყველაფერი მასში თუნდაც ეუთაოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, ხო, იმიტომ რომ იქ ამ მიმართულებით არაფერი არ ყოფილა და იქით საუბარი იყო არჩევნების განკუთვნილ გამართულად ჩატარებაზე. ერთი რომ ეუთაოდირმა დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება ეს ერთი. და მეორე თქვენ ხედავთ რომ ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არათუ სისტემური თუ თვისებრივი გაყოლების თაობაზე მეტნაკლებად სერიოზულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც კი უფრო მეტიც პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება არჩევნების თემაზე და იქაც კი არ მიდიოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველაფერი დღესავით ნათელია ერთადერთი რაღაც იყო რაზეც ლაპარაკობდნენ ეს იყო ეგრეთ წოდებული გაჟონვა თუმცა ნუ გაჟონვაც როგორი თემაა თქვენ თავადაც ხვდებით. 4 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები და შეუძლიათ ყველა უცხოელს დააკვირდეს ამ არჩევნებს, როგორც მოესწორება 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ახლა მინდა ერთ ძალიან მაგარ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ეს არის ახალი საავტომობილო გვირაბი, რომელიც ბაგებს პირდაპირ დააკავშირებს კავთარაძის ქუჩასთან და ამ პროექტთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გეტყვით თუ რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს. ირაკლი ბენდელიანი არის ჩემთან ერთად, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს აღნიშნულ მიმართულებას, ჩემი მოადგილე. ეს არის პროექტი, რომელიც ხორციელდება. მოდი ირაკლი კიდევ ერთხელ რო ავხსნათ თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. მოგესალმებით. ესე იგი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გვირაბის სამუშაოები, კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოები სრულად დამთავრებული არის. დრო საიზოლაციო სამუშაოები არის ახლა დარჩენილი, ასევე გვირაბის შიდა განათების ნაწილი და მოასფალტება. ეს არის უკვე თვითონ გვირაბიდან ქავთარაძის ქუჩამდე შავიშვილის ქუჩა, აქაც აქტიურად მუშაობთ. რამოდენიმე გარაჟის დემონტაჟი დაგვჭირდა, რათა გზა გაგვეგანიერებინა. ესე იგი, როგორც პროექტით არის ცნობილი, თითო მიმართულებით იმოძრავებენ, ანუ ორზოლიანი იქნება, თითო მიმართულებით იმოძრავებენ გვირაბში ავტომობილები და დღეიდან დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე სრულად დავამთავრებთ სამუშაოებს. ოკეი, მადლობა, ძალიან კარგი. მეგობრებო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ესე იგი, პირველი ეტაპი სამუშაოების ეს იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებულია და უამრავი ადამიანი იყენებს. ეს არის ბაგებისა და უნივერსიტეტის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდი. და მეორე ეტაპი იყო აღნიშნული გვირაბის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ბაგებიდან წამოსულ ავტომობილებს დააკავშირებს შავიშვილის ქუჩის გავლით ქავთარაძის ქუჩას. რა თქმა უნდა, ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ნაკადების გადანაწილება, უნივერსიტეტის ქუჩასაც ექნება ნაკლები დატვირთვა და მოძრაობაც განიტვირთება, მოხდება ნაკადების გადანაწილება და ძალიან მიხარია, ძალიან მაგარი პროექტია, ერთი თვე დაჭირდება მთლიანად სამუშაოების წარმოებას და ერთ თვეში უკვე დასრულებული იქნება ყველანაირად და შესაძლებლობა გვექნება გამოვიყენოთ აღნიშნული გზის მონაკვეთი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას და წარმატებულ დღეს აბა დროებით.
სრულიად საქართველოს ფულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვის მიზნით ჩვენს ქვეყანაში 57 წლის წინ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება და რომელსაც ჩვენ ეროვნული ღირსების შეგრძნებით და უდიდესი დაფასებით აღვნიშნავთ. დღეს ჩვენი პასუხისმგებლობა არა მარტო დავიცვა და განავითაროთ ქართული ენა, არამედ ხელი შეუწყოთ განსაკუთრებით ჩვენ არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაში. ამ კუთხით ჩვენს მიერ 2030 წლისთვის დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარე შუალედური შეფასების ეტაპზე ჩვენ სწორედ ქართული ენის დღის აღნიშვნას მივუძღვენით ჩვენს მიერ ინიცირებული ფართომასშტაბიანი დამოუკიდებელი კვლევის შედეგების და მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია. დღესდღეობით ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა და დონე, რაც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენ მომავალშიც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სრულფასოვნად მივახციოთ ჩვენ საბოლოო მიზნებს. უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიამოვნო კვლევის პრეზენტაციას დავესწრეთ დღეს. უმნიშვნელოვანესი გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება და მეორე მხრივ ძალიან სასიამოვნო სწორედ იმ შედეგების მოსმენა, თუ ბოლო წლებში, ბოლო 2-3 წლის მანძილზე რამხელა არის სხვაობა მდგომარეობასთან შედარებით, რაც იყო აქამდე. ანუ კერძოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასამაგებულია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ რაიონებში ფლობდნენ ქართულ ენას და აღნიშნული შედეგი, რა თქმა უნდა, შედეგია სწორედ ბილინგური სწავლების, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში და ასევე 1+4 პროგრამის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ უმაღლეს სასწავლებლებში და რა თქმა უნდა, ასევე იმ ბილინგური პროგრამის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ პროფესიულ კოლეჯებში. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დღეს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სახალხო დამცველის აპარატისთვისაც, ვინაიდან ჩემი ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ ეთნიკური უმცირესობებში არსებულ გამოწვევებს, ენის ცოდნის მიმართულებით და ინტეგრაციის პრობლემას. ინტეგრაციის დაძლევის ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რა თქმა უნდა, ის ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს იმისთვის, რომ ყველა იმ სიკეთით, რასაც ქართული სახელმწიფოს თავაზობს თავის მოქალაქეებს, ისარგებლონ თანაბრად ჩვენმა ეთნიკურმა უმცირესობების წარმომადგენლებმა, ჩვენმა აზერბაიჯანელმა, სომეხმა თანამოქალაქეებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ღონისძიება, ყველა სტრუქტურა ამაში უნდა იყოს ეფექტურად ჩართული. ამაზე ჩემს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის დათმობილი და ის რეკომენდაციები, რომელიც მიემართება შესაბამის უწყებებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები იქნება შესრულებული.